მოგესალმებით, ვიწყებთ პოდკასტი ნომერი 9-ის მორი გამოშვებას. მე ირაკლი ჯაკონია ვარ, ზუგდიდის ნომერ მე-9 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. დღეს კი სახალხო დაცვის ოფისის იურისთან, თამთალანიასთან ვისაუბრებთ ბავშვთა ქორწინების შესახებ. მოგესალმებით ქალბატონო თამთა და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ ჩემს თავს. მე ვარ თამთალანია, წარმოვადგენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სამეგრელოს რეგიონში. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენთან თანამშრომლობით და იმედია საინტერესო კითხვა-პასუხი გამოგვივა. რა არის ნაადრევი ქორწინება და რატომ არის ეს პრობლემა საქართველოში? ადრეულ ასაკში ქორწინება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. თუმცა სანამ განვარტავდეთ რა არის ადრეულ ასაკში ქორწინება, უნდა ვთქვათ ზოგადად რა არის ქორწინება. ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ურთიერთ ცხოვრებაზე თანხმობა, რომელიც დარეგისტრირებულია შესაბამის უწყებაში, მარეგისტრირებულ ორგანოში და რომლისთვისაც აუცილებელია ასაკი, სრულწლოვანების ასაკი 18 წელი. რაც შეეხება არასრულწლოვნის ქორწინებას, ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ქორწინების ერთ-ერთი ან ორივე მხარე არის არასრულწლოვანი. რაც შეეხება რა იწვევს ამას საქართველოში და რა არის მიზეზები, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი და მისი სრულიად ამოწურვა მიზეზების და საფუძვლების არის შეუძლებელი. უბრალოდ მთავარი მიგნებები და ტენდენციები რაც არის, რომ ძირითადი ფაქტორი არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ოჯახში აღზრდის სტილი, რამდენად მკაცრად ზრდიან ბავშვებს თავიანთ ოჯახებში, ასევე ტრადიციული გავლენები, ის სტერეოტიპები, ნორმები, ტრადიციები, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. შესაძლებელია ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი იყოს საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი. თქვენ მოგეხსენებათ საქართველოში საკმაოდ ბევრი ადათ-წესი და ტრადიცია არსებობს ქორწინებასთან დაკავშირებით და მიჩნეულია, რომ განსაკუთრებით გოგონებს არ უნდა ჰქონდეთ სექსუალური კავშირი ქორწინებამდე და სწორედ ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ასევე ახალგაზრდებში მომავლის არასათანადო შეფასება, დაბალი თვითშეფასება, რომ მათ ცხოვრებაში არ აქვთ რაიმე პერსპექტივა და ამ შემდეგ. მოკლედ, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ძირითადად ეს არის ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზები. და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ და რამდენად ეფექტური არის ეს? საქართველოში, როგორც მოგახსენეთ, აკრძალულია 18 წლამდე ქორწინება, ამას კრძალავს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე არის აკრძალული საქართველოში 18 წელს ასაკს მიუღწევალ პირთან ქორწინება. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, რა დროსაც ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხი შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი და ჩვენ გვაქვს კრიმინალიზებული რამდენიმე შემთხვევა, რა დროსაც დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის იძულება არასრულწლოვნის ქორწინებაზე, ის ვაიძულოთ ჩვენ ძალადობის რომელიმე ფორმით იმყოფებოდეს ქორწინებაში. ასევე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ეგრეთ წოდებული მოტაცების სახელით იყო ეს საქართველოში გავრცელებული ადრეულ წლებში, თუმცა დღეს ეს სამართლებრივად დასჯადი ქმედება არის და გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, აი ამ ძალადობის მსხვერპლის არასრულწლოვნის ვის ქორწინებისაც აიძულებენ, ასე ვთქვათ, ქორწინებაში ყოფნას და ასევე აკრძალული და სისხლის სამართლებრივად დასჯადია სექსუალური კავშირის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, თუნდაც მისი თანხმობა გქონდეს ჩვენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გამოიწვევს
პასუხისგებლობას. რაც შეეხება რამდენად ეფექტური არის რეაგირების მექანიზმები, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ჩვენ ასევე გვაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელსაც ეძახიან რეფერირების დოკუმენტს, ამ სახელით არის იგი ცნობილი. აქ არის ჩამოთვლილი ის უწყებები, რომლებიც ვალდებულები არიან რეაგირება მოახდინონ ბავშვის უფლებების ხელყოფის ნებისმიერ შემთხვევაზე, მათ შორის ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, გაწერილია მათი ვალდებულებები და განსაკუთრებული ურთიერთთანამშრომლობა იმ საკითხებზე, რაც ეხება ბავშვთან მიმართ ძალადობას, მათ შორის ადრეულ ასაკში ქორწინებას. თუმცა, რამდენად ეფექტური არის, ამის შეფასება გამიჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ სტატისტიკას და ჯერჯერობითაც, აი 2024 წლის სტატისტიკის მიხედვითაც საკმაოდ აქტუალურია ეს პრობლემა საქართველოში და ის ცალსახამაგალითები, რასაც ჩვენ ვეცნობით ყოველდღიურად, მათ შორის მედია საშუალებების მიხედვით, ცხადყოფს, რომ საქართველოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალური არის და მექანიზმები არის კიდევ უფრო მეტად დასახვეწი და გასაუმჯობესებელი. და რა შედეგები შეიძლება მოხდეს ადრეულ ასაკში ქორწინებას ბავშვებისა და მოზარდებისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად? კი ბატონო, მნიშვნელოვანი არის განსაზღვროთ ზიანი, რა ზიანი შეიძლება დადგეს და რისთვის აკრძალა ზოგადად ხო კანონმდებელმა ადრეულ ასაკში ქორწინება. ეს სწორედ იმ სამართლებრივი სიკეთეების დაცვას და ბავშვების უფლებების დაცვას ემსახურებოდა, რასაც შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს ამ დროს ადამიანს, ეს არის მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მაღალია მაჩვენებელი ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის, განსაკუთრებით აღსანიშნავია რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხაზგასმა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ზიანდება არასრულწლოვნის რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტორი, რომ მათ ხშირ შემთხვევაში აქვთ ძალიან მწირი ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებდა დაავადებებთან დაკავშირებით. დიდი არის რისკი ალბათობა იმის, რომ ფსიქოლოგიური პრობლემებიც წარმოეშვას ადამიანს და გარდა იმისა, რომ საფრთხის ქვეშ დგება სიცოცხლე და ჯანმრთელობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რომ საფრთხის ქვეშ დგება მისი განათლება, თვითგანვითარება, თვითგამორკვევა, შემდეგ უკვე დასაქმება. ის შეიძლება აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი ოჯახში და ასევე სექსუალური ძალადობის თუ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. ამდენად ზიანი ძალიან მრავალნაირი შეიძლება დადგეს და საკმაოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ადრეულ ასაკში ქორწინებამ. და რა როლი აქვს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში? სახალხო დამცველის აპარატი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და საკმაოდ მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა. პირველ რიგში აღსანიშნავია არის, რომ სახალხო დამცველი სწავლობს ინდივიდუალურ შემთხვევებს, როგორც მომართვიანობის, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლის, არასრულწლოვნის თუ მისი ოჯახის წევრის და ასე შემდეგ მომართვის შედეგად, ასევე თავად საკუთარი ინიციატივით ცდილობს პროაქტიულად გამოავლინოს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები და თავისი ინიციატივით შეისწავლოს ეს საქმეები. ასევე მინდა გითხრათ, რომ სახალხო დამცველი ატარებს მონიტორინგს თავისი მანდატის ფარგლებში, ჩვენ ვატარებთ კვლევებს და არაერთ საინფორმაციო შეხვედრას, რათა ავამაღლოთ ცნობიერება მოსწავლეების თუ სხვა ჯგუფების ამ საკითხთან დაკავშირებით და დავანახოთ ადამიანებს, რამდენად საზიანო არის ადრეულ ასაკში ქორწინება თითოეული ბავშვისთვის. რაც მთავარია, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს, შენიშნებს, მივმართავთ იმ კონკრეტულ უწყებებს, ვის კომპეტენციაშიც შედის იმ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა და ასევე ჩვენს საქმიანობას ავსახავთ ანგარიში, წლიურ ანგარიში და თქვენ შეგიძლიათ, რომ საბოლოო მონაცემები იხილოთ ჩვენს ბოლო წლიურ ანგარიში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
და როგორ შეიძლება ახალგაზრდებმა, სკოლებმა და საზოგადოებამ შეიტანოს წვლილი ამ პრობლემის პრევენციაში? ახალგაზრდების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ რაც მეტი ახალგაზრდა, რაც მეტი მოსწავლე ჩაერთვება ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და შეიტანს თავის წვლილს ამ საქმეში, ძალიან კარგს იზავს, მოკლედ, რო ვთქვათ. ვინაიდან ახალგაზრდებს აქვთ ყველაზე მეტი ძალა დააჯერონ და დაარწმუნონ თავიანთი თანატოლები თუ უმცროსი ადამიანები, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არის მავნე და ვფიქრობ, რომ თქვენი აქტიურობა და თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით წაადგება ამ პროცესს. და რამდენად ხშირად ხდება ნაადრევი ქორწინების შეფრთხილება საქართველოში და როგორი არის ტენდენცია? კი ბატონო, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა, სემინარი, ტრენინგი ტარდება სხვა ჯგუფებთან და მათ შორის სკოლებში, როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან თუ მშობლებთან, მუშაობენ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ძალიან ბევრ შეხვედრას აკეთებს თავად სახალხო დამცველი. ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო მოწესრიგება ამ საკითხის, თუმცა სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ პრობლემა არის ეს საკითხი. ბოლო წლის მონაცემები რომ გაგიზიაროთ, 2024 წელს დაარეგისტრირდა 427 არასრულწლოვანი ორსული, 365 არასრულწლოვანი დედა. დაახლოებით 50-მდე მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა მხოლოდ იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებაში იმყოფება და ამ ნიშნის გამო, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ძალიან საკმაოდ ბევრ დაახლოებით 180-ზე მეტ საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება და ეს ციფრები, ასე ვთქვათ, ცხადყოფს, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი, ჯერ კიდევ არის აქტუალური. და სამუშაო ამ უწყებებს გვაქვს ძალიან ბევრი. და თუ ვინმე საკუთარ გარემოცაში შეექმნა ეს პრობლემა, ვის უნდა მიმართოს და რა უნდა გააკეთოს ამისთვის? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს. ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი 1491, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ შეტყობინება ადრეულ ასაკში ქორწინების თაობაზე, კონფიდენციალურად და ანონიმურად. ასევე თქვენ რასაკვირველია შეგიძლიათ მიმართოს პოლიციას 112-ზე, იცით. ასევე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 1505, ბავშვის უფლებათა დაცვის ცხელი ხაზი 111, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და კონსულტაციის ცხელი ხაზი 116001 და თქვენ ასევე იცით, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებები, მანდატური სამსახური, სოციალური ზრუნვის სააგენტო, სხვა უწყებები და თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ იმ უწყებას, რომელიც თქვენთვის მისაღებია იმ მომენტში ყველაზე მეტად. ამდენად შესაძლებლობების არეალი საკმაოდ ფართეა და ჩვენ შეგვიძლია რეაგირების ის ფორმა და ის მექანიზმი გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენთვის უფრო მეტად მისაღები არის. მადლობა. დღეს ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მადლობა ქალბატონ თამთა სტუმრობისთვის და კარგი დისკუსიისთვის. ახლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ გადაცემაში. მადლობა თქვენ გისურვებთ წარმატებებს.